ჩვენი შემდეგი სტუმარი იქნება ვიკა ფილფანი, გახარია საქართველოს წევრი თბილისის საკრებულოს მართლმადიდებლობის კანდიდატი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველ ნაწილში ყავდა ჩვენ კოალიციას ცვლილებებისთვის წევრი, იმ კოალიციის წევრი, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობს, ბოიკოტს უცხადებს, თქვენ მონაწილეობთ არჩევნებში. მათი პოზიცია ბუნებრივია, იცით თქვენ და ცხადია, რომ თუ ვიცით რომ არჩევნები ყავდება, წინასწარ და ასე შემდეგ, ასეთ არჩევნებში ხალხს რატო ეპატიჟებიან, ეს არის რეჟიმის სპეცოპერაცია და რეჟიმის სპეცოპერაციაში მონაწილეობისთვის ხალხის მეპატიჟება არ არის სწორი. ეს არის მათი პოზიცია. თქვენი კომენტარი ამაზე და შემდეგ გადავიდეთ სხვა. მოგესალმებით მერამ კიდევ ერთხელ მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ყველამ დიდი ხანია იცის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, შესაბამისად ჩვენი პასუხისმგებლობები გვაქვს მოქალაქეებთან და ვალდებულებებიც გვაქვს აღებული მოქალაქეებთან. ის რომ რაღაცა კატეგორიისთვის ამ არჩევნებში მისვლა არის მიუღებელი, ასე ყველა არ ფიქრობს, იმიტომ რომ ადამიანები ამ ქვეყანაში არიან, რომლებიც მიდიან არჩევნებზე ბოიკოტის მიუხედავად და ის რომ რაღაც სეგმენტის ბოიკოტი დღის წესრიგში დგას, ძალიან ბევრი ადამიანის ამ ქვეყანაში ბოიკოტი არ დგას. შესაბამისად, ჩვენ თუ ვიბრძვით აზრის თავისუფლებისთვის და არჩევნის თავისუფლებისთვის, ამ ადამიანებს აუცილებლად უნდა მიცეთ არჩევანი და ისინი, როდესაც არჩევნებზე მიდიან და არიან ოპოზიციურად განწყობილი, მათ უბრალოდ ხელში არ შერჩეთ მხოლოდ ქართული ოცნება. მხოლოდ არ დავტოვოთ ქართულ ოცნებასთან პირისპირ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს არ იქნებოდა ისინი წავიდოდნენ და ქართულ ოცნებას მისცემდნენ. ისინი აუცილებლად წავიდოდნენ არჩევნებზე, ვის მისცემდნენ ხმა, ვის მისცემდნენ ხმას ნამდვილად. თუ თქვენი ამომრჩევლები არიან და თქვენ ეტყოდით რომ არ მივდივარ არჩევნებზე, არ წავიდოდნენ. ჩვენი ამომრჩეველი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მისთვის რაღაცა ხატი ვართ, ან მისთვის რაღაცა ისა ვართ. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქართული სახელმწიფო. სულ ერთია ვის მისცემენ? არა, მათთვის სულ ერთი არ არის. მათ ურჩევნიათ რომ ოპოზიციას მიცემ. შეიძლება სხვა ოპოზიციისთვის მიეცათ ხმა. ნახეთ როგორ არის ხო, ნუ მათთვის ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო ამ არჩევნებზე წასვლა და ქართული ოცნების წინააღმდეგ ხმის მიცემა, იმიტომ რომ ამ ადამიანებისთვის არჩევნები არის ერთადერთი დემოკრატიული გზა ცვლილებებისთვის და ეს ადამიანები სახელმწიფოებრივად ფიქრობენ ესე, რომ არჩევნებზე უნდა მივიდნენ. მეორე საერთოდ utopia 30 წელი ამ ადამიანებს ვაასწავლით, რომ არჩევნებზე უნდა მივიდნენ და დღეს ვიღაცები ეუბნებიან, რომ არჩევნებზე არ უნდა მიხვიდნენ. ეს ხალხი უხდება რა. ყველა ბოლო არჩევნებზე უთხარით, რომ არჩევნები ყავდება ამ ქვეყანაში. კი, ნამდვილად არჩევნები ჩვენ სანამ ამ არჩევნებზე წავიდოდით, სანამ 24 წლის არჩევნები იქნებოდა, ჩვენ მანამდე 1 წლით ადრე გქონდა დაწყებული მუშაობა იმაზე, რომ ქართული ოცნება არჩევნების გაყალბებას აპირებდა, ხო, ეს ყველა ვიცოდით, მაგრამ ყველა მოუწევდა ამ ხალხს არჩევნებზე მისვლისკენ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ არის ესეთი უთანასწორო გარემო, ესეთი უთანასწორო პირობები, ჩვენი გაწყვეტილება იყო, რომ ამ ბრძოლაში გვებრძოლა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხმა თავი მარტო არ იგრძნოს და მარტო შეტოვებულად არ იგრძნოს ქართულ ოცნებას. ნახო, არის მეორე კატეგორიის ხალხი, რომელიც სხვანაირად ფიქრობს, მათ ხო თავისი არჩევანი აქვს, მათ ყავთ თავიანთი აქტორები. მე მგონია, რომ პოლიტიკოსის საქმე არის ის, რომ არჩევნების გზით იბრძოლოს, ხო, აქტივისტსა და პოლიტიკოს განსხვავებისა ის ახლა. მე ამდენი წლის განმავლობაში ვიყავი აქტივისტი და ძალიან კარგად ვიცი აქტივისტის საქმე რა არის. კი, აქტივისტის საქმე ბოიკოტია, ქუჩაში დგომა, ბრძოლა. პოლიტიკოსაც მოეთხოვება ხშირ შემთხვევაში ეს, მაგრამ როდესაც არჩევნები მოდის, პოლიტიკოსი ვალდებულია, რომ ამ ხალხთან მივიდეს და ამ ხალხს ესაუბროს და ამ გზით გამოაცალოს ეს ხალხი ქართულ ოცნებას. მე გასაღებს ქართული ოცნების დამარცხებისას ერთადერთს ვხედავ იმაში, რომ ის 30%, რომლის მხარდაჭერაც მათ აქვთ მოპოვებული, ხო, ნაწილი არის ვისაც შანტაჟით იპოვებენ, ნაწილი არის ვინც კორუფციაში ყავთ ჩართული, მაგრამ ნაწილი არის ვისაც იდეოლოგიურად ზემოქმედებენ. მე მგონია, რომ ჩემი ვალდებულება იდეოლოგიურად ვისაც ზემოქმედებენ, ეს ხალხი გადმოვიბირო ჩემსკენ, იმიტომ რომ ჩვენ ამას ვცდილობთ ყოველდღიურად ჩვენ 24-ში ბევრი ესეთი ადამიანი წამოვიყვანეთ ჩვენსკენ და ეხლაც ამის მცდელობაში ვართ, რომ ესეთი ადამიანი, ვისაც ქართული ოცნება ატყუებს, რომ მშვიდობა დაამყარა ამ ქვეყანაში, ამ ადამიანებს უხსნებ, მშვიდობა არ არის ეს, რაც ქართული ოცნება გეუბნება და ეროვნულობა, რომელსაც გატყუებთ, რომ ქართული ოცნება გინარჩუნებს, პირიქით ებრძვის ეროვნულობას და ეს ქვეყანა კორუფციაში ჩაახრჩა, ხო, ყოველდღე ვიღაცა იღუპება ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც დედაქალაქი ავიღოთ, ხო, ეხლა მე ვარ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი. ამ ქალაქში ვიღაცა არჩევნებს მოხრეშვის არჩევნებს ეძახის, მაშინ როდესაც ამ ქალაქში დაიხრჩო მუნიციპალური პრობლემების გამო ხალხი ჭაში იხრჩობა, ბავშვი იყო, რომელსაც ერთი დღის გახსნილ შადრევანში დენმა დაარტყა, ორ ადამიანს აგერ რამდენიმე დღის წინ, რამდენიმე კვირის წინ ბათქაში ჩამოვარ და გარდაიცვალა ორი ადამიანი. 120 ოჯახი კახიკალაძემ გამოასახლა სახლიდან. როგორ შეიძლება ამ არჩევნებს უწოდო მოხრეშვის არჩევნები,
რომელი არჩევნების გადაწყვეტილებებითაც ხალხი უბრალოდ სიცოცხლეს კარგავს, ხო? ამ ვითარებაში ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით მას მერე რაც ეს რუსული კანონის თემა შემოიტანა ქართულოცება ცალსახად დაუპირისპირდა დასავლეთ ჩვენს პარტნიორებს, დასავლურ ასე ვთქვათ, სახელმწიფოებს, ევროკავშირს იქნება თუ ასე შემდეგ გაუფუჭდა მათთან ურთიერთობა. პლუს დაადგა აშკარად ავტორიტარიზმის გაძლიერების გზას, ამ პოსტულატებს ეთანხმებით თუ არა, რაზეც საუბრობს მეორე ნაწილი ოპოზიციის, ხო? ალბათ თქვენც ეთანხმებით, ხო, რომ პროდასავლურ გზას გადაუხვია, დაადგა, ასე ვთქვათ, ავტორიტარიზმის გზას და ასე შემდეგ. თუ როცა ამ ყველაფერი დგას დღის წესრიგში და ხალხი ამის გამო არის ქუჩაში გამოსული, ისინი ამბობენ, რომ იმდენად ეგზისტენციალური პრობლემებია დღეს ჩვენთან. მithuetes თომას დაუმატებთ 2024-ში ამასაც ეთანხმებით, რომ არჩევნები გაყავდა და მიიტაცეს და პარლამენტს თქვენს ბოიკოტს უცხადებთ. ამ ყველაფერს თუ ერთად დავალაგებთ, გამოვა, რომ ამ მუნიციპალურ თემებზე ლაპარაკი შეიძლება არაადეკვატური ჩანდეს აი ამ ეგზისტენციალური პრობლემების წინაშე. აი, მითხარით, ვისთვის არის ხალხი ვინც ქუჩაში დგას, მაგალითად, გეუბნებათ, რომ ქვეყანას თუ კარგავთ ჩვენ ეხა დღეს და ეს არის დღეს თავარი პრობლემა და ამიტომ დგავართ ქუჩაში ამდენი ხანი, შეიძლება ხო რაღაც იმაზე, არ ვიცი, ბასლანიზე იქნება ლაპარაკი, მოხრეჩვაზე იქნება თუ ლიფტების პრობლემაზე იქნება თუ რაღაცა, ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამასთან შედარებით ეგზისტენციალურ საკითხთან დაკავშირებით, ეს მათი გადმოსახედიდან გამოიყურება არაადეკვატურად. ჩემი ჩამონათვალი არასწორად ჩემ ჩამონათვალს თქვენ არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეთ, იმიტომ რომ ნამდვილად მითხარით ერთი ადამიანი მაინც ვისაც არ არის ეგზისტენციალური ამ ქალაქში, თუნდაც ახალგაზრდების სიცოცხლე. ჩემთვის ძალიან ეგზისტენციალურია ის, რომ ამ ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით და ჩადენილი კორუფციებით ამ ქალაქში ხალხის სიცოცხლეს გამოასალმებს. ეს ძალიან ეგზისტენციალურია და ვიღაც ამას თუ ბასლაინამდე დაიყვანს და მოხრეშამდე დაიყვანს. მარტო ეგ არ არის, ეგ თავარია, ეგ ერთ-ერთი თავარია. ვიღაცა რომ მეუბნება, ადგილობრივი პრობლემები, ხო? ბასლაინიც, ადგილობრივი ვიღაცისთვის ადგილობრივი პრობლემებია. მნიშვნელოვანი, ეხლა რეგიონებზე ავიღოთ, ხო? თუნდაც ეხლა რეგიონებში რო დადიან და ცენტრებში ელაპარაკებიან მარტო ადამიანებს, ხო? რეგიონებში ადამიანებმა დღეს რო ისევ აქციები მიმდინარეობს, სამწუხაროდ არიციან. მე რო ჩავდივარ კამპანიაზე და ხალხს რო ველაპარაკებით, აი ამასაც ვეუბნებით, რომ თქვენ ქართულ ოცნებას რო არ აძლევთ ხმას და თქვენი არგუმენტი რო არის ის, რომ აი ეხლა მაშინ იყო რეჟიმი და ეხლა არ არის, მე ამ ხალხს იმასაც ვეუბნები, რომ თქვენ ეხლა ამათ რატომაც აძლევთ ხმას. ისინი რო არ მოვიდნენ, ამათაც იგივე აქვთ ნაკეთები და ამ ინფორმაციასაც ვავრცელებ, რომელსაც ხვები არ აკეთებენ სამწუხაროდ, თორემ მთელი საქართველო აქ იდგებოდა. იმის ნაცვლად რომ ინფორმაცია თუნდაც ამარჩევნებს, მე ეგრე ვხედავდი თავიდან. არ უშლის ხელს და არც არჩევნებზე გასვლა არ უშლის ხელს, იმიტომ რომ ეს კამპანია ჩვენ დაგვეხმარებოდა, ყველა რო შემოსულიყო ამარჩევნებში, დაგვეხმარებოდა იმაში, რომ თუნდაც ეს ინფორმაცია გაგვევრცელებინა, ხო? რაც შეეხება ქვეყნის გადარჩენას და ის, რომ ქვეყანას ვკარგავთ. ქვეყანას რომ ვკარგავთ, ამიტომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ ბიძინა ივანიშვილს როგორღაც რაღაცა ნაწილი მხარდამჭერების წავართო, რომ მე გამიადულდეს ამ ქვეყნის უკან დაბრუნება. მე თუ ბიძინა ივანიშვილს მხარდამჭერებს არ წავართმევ, ვიქნები ძალიან დიდი ხანი ქუჩაში, ხო? ხშირად არის ხო საუბარი ახლა ჩვენს მიმართ წამოსულ მხარდამჭერების წართვა შესაძლოა მხოლოდ მუნიციპალურ არჩევნები არის ამის ერთ-ერთი გზა. არჩევნები არის ამისთვის ერთ-ერთი გზა, ხო? ანუ სხვა გზა ქუჩაში ვიდექით ამდენი თვე მე რა, ხო? ანუ რა ვიცი, დეკემბერში რაც მოხდა, მაგაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს ქუჩაში, რომ ვიღაცა მხარდამჭერმა ამაზე თქვას, რომ აი ესენი ცუდები ყოფილან და ამიტომ უნდა წავიდნენ, ხო? რამდენმა პროცენტმა თქვა თქვენი აზრი. ეს ხო სადღაც უნდა დაკონვერტირდეს. ხედავენ კორუფცია არის, ხედავენ რომ ხალხი იღუპება ამის გამო, ბავშვები დაიღუპა იქ ვაკის პარკში გოგო მოკვდას, ესენიც ხო დახრეს, მაგრამ მაინც უჭერენ ხარს ქართულ ოცნებას. ამის მიუხედავად უჭერენ ხარს ქართულ ოცნებას, ხო? ხო და ჩვენ ხო იმისთვის ვართ, იმიტომ რომ ეკითხოს შევაბრუნოთ, რომ მეტი რაღა უნდა მოხდეს ქალაქში, რომ აღარ დაუჭერენ ხარი ქართულ ოცნებას. ქართული ოცნების პროპაგანდა თქვენ ხო იცით, რომ საკმაოდ ძლიერად მუშაობს, ხო? აი ვიღაცისთვის როგორც ეგზისტენციალური კრიზისი არ არის ის, რომ ახალგაზრდები იღუპებიან, აქეთ ამ მხარესაც არც იქეთ ამ მხარეს არ არის და ვიღაცას შვიდობა უნდა და ვიღაცას ის უნდა, რომ ქართველობა არ წაგვართონ, მაშინ როდესაც ქართული ოცნება რეალურად ქართველობას გვართმევს ყოველდღიურად, ხო? მე ვარსებობ მაგისთვის, რომ პროპაგანდას ვებრძოლო და იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და საკმარისი მიზეზი ეს არ აღმოჩნდა, ამ ადამიანებს ესეთი ადამიანები ხო ძირითადად ხშირ შემთხვევაში საკუთარი კომფორტის გამო არიან ხოლმე ქართული ოცნების მიმდევრები, ან რაღაცა შეიძლება სწორად ვერ ხედავენ, ან პროპაგანდა მათზე ისე მუშაობს, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის.
ჩვენი პოლიტიკოსების მოვალეობა რომ ეს ადამიანები ამ პროპაგანდის ნაწილში გადავარჩინოთ და ამ პროპაგანდის ნაწილებს აუხსნათ კარგად. ეხლა მეც ანალოგიურად თქვენ კითხავთ რომ მიუხედავად იმისა რომ ტელევიზიები დღეს ოპოზიციური მედიები ან კრიტიკული მედიები ესეც დღეში ხართ სამწუხაროდ ყველანაირად გავიწროვებენ თანხა არა გაქვთ თქვენ ჟურნალისტებს დაასდევენ ხო ბევრი ყველა ოპოზიციური ტელევიზიის ხო მაინც აგრძელებთ თქვენ საქმიანობას იმიტომ რომ ეს არის თქვენი საქმიანობა თქვენ ხელში არსებული ბერკეტი არის ეს თქვენ ეგრე მიდიხართ ადამიანებამდე და თქვენი პასუხისგებლობა პროფესიული პასუხისგებლობა არის რომ თქვენი საქმე აკეთოთ შესაბამისად ჩვენი პოლიტიკური პარტიის და პოლიტიკოსების პასუხისგებლობა არის რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ ეხლა ბოიკოტისტებისგან წამოსული ის აგრესია მე არ პასუხობ ხოლმე ძირითადად ამ აგრესიას იმიტომ რომ გონია რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმე მაქვს ვიდრე ამ აგრესიაზე პასუხი და ის რომ მოღალატეებს გვეძახიან და აქედან რომ ვიღაცა იტყვის რომ თქვენ ბიზნეს საქმეს აკეთებთ რომ კი ნამდვილად ბიზნეს საქმეს აკეთებენ იმიტომ რომ ეხლა ბოლო დღეებში რაც კამპანიასავით აქვს დაწყებული რომ ჩვენო თქვენ ჯინაზე წავალთო და ქართულ ოცნებას მივცემ ხმასო საერთოდ არ გამიკვირდება ჩაგიყრით მე რა აუცილებლად საერთოდ არ გამიკვირდება არც ერთი წამით რომ ეგ ხალხი წავიდეს და ქართულ ოცნებას მისცეს ხმა მაგრამ დავასრულებ ამას ნახეთ ამ ქვეყანაში თუ ვინმე იბრძვის დემოკრატიული განვითარებისთვის მას არ შეუძლია რომ სხვა ადამიანების დაზიანების ხარჯზე ან სხვა ადამიანების განსხვავებული აზრის დევნის ხარჯზე ამ ქვეყანაში რამე წარმატება ან დემოკრატია შექმნას მე არავის განსხვავებულ აზრს არ ვდენვი და როგორც კი დაიყო ესე ფლანგებად რომ ვიღაცა ბოიკოტისტია ვიღაცა შევდივართ არჩევნებში გასაგებია იმათ თავისი გზა აქვთ ჩვენი გზა გვაქვს ჩვენ ხო ამისთვის ვიბრძვით რეალურად და ვიღაცეებისთვის ეს აღმოჩნდა განსხვავებული აზრით დევნით მექანიზმი ხო ვერ დამაჯერებს ვერასდროს ვერავინ რომ ეხლა რო არ შეგიძლია აზრის მიღება და ეხლა რომ მემუქრები და ეხლა რო გვემუქრებიან რომ იმას გიზამთ ამას გიზამთ სისხლი დაიღვრება და თქვენ მოღალატებ ძალაუფლება რო ექნება ამ ხალხს მე საერთოდ რას უზავს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ხო არანაკლებ პოლიტიკურ პარტიებს შორის ან უნდა იყოს ერთობა ან უნდა იყოს კონკურენცია და დაპირისპირება ასაკები მოკლავდა რაღაცა როცა ევროპელობა გინდა ვერა როცა ევროპული ნარატივით აკეთებ შენ რაღაცას და როცა ამბობ რომ ევროინტეგრაციისთვის იბრძვი იმის უნარი მაინც უნდა კონდეს რომ თუნდაც ევროპელ პოლიტიკოს ან ევროპული სტანდარტი და ეთიკის სტანდარტით პოლიტიკაში იყო ხო? ერთმანეთის კრიტიკა სრულიად ნორმალურია, როდესაც ეს არის რაღაცის ფარგლებში, ხო? მე საერთოდ არ მაწუხებს, უბრალოდ მე მინდა ნათელი გავხადო ადამიანებისთვის. თქვენ ამ არჩევნებზე თბილისი რო ავიღოთ მარტო, ან ის რეგიონები სადაც მონაწილეობთ, ის თქვენი ამორჩეველი ისევ იმდენი მოვა და მოგცემთ ხაც რამდენიც 2024-ში მოგცა და თუ გაცილებით ნაკლები მოვიდა აღიარებს რომ შეცდომა იყო თქვენი მხრიდან შეცდომა არც ერთ შემთხვევაში არ იყო თქვენ ამორჩევლებს არ დაგიჭირათ ხარი ამ იდეაში ჩვენ ამორჩევლშიც არიან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ხო ეს რა პრობლემა ჩვენ ამის მიღებულობა გვაქვს აი ეს განგოსხოვებს ხვებისგან რომ ვიღაცეები აი რეგიონებში თუნდაც სხვა პარტიების მხარდამჭერები ამდენი ხანი რო ვერ აუხსნეს ბოიკოტი რატომ და რატო არ გადიოდნენ არჩევნებზე და ეს ხალხი რო მოვიდა და გვითხრა რომ ჩვენ მაინც მოვალთ არჩევნებზე და ოცნების წინააღმდეგ მივცემთ ხმასო და ამ ხალხს რომ მე თავს დაესხნენ და ფსიქოლოგიურად დაატერორეს რომ თქვენი პარტიაო ბოიკოტშია და თქვენ რატო არჩევით ბოიკოტშია თუ აქამდე ნაციონალურ მოძრაობას აძლევდა ვიღაცა ხმა და ეხლა არჩევნებზე მიდის და გაცხადებული აქვს რომ არჩევნებზე მიდის ამ ადამიანებს ფსიქოლოგიურად ატერორებენ ჩვენ ესე არ ვიქცევით თუ რომელიმე ჩვენი ამორჩეველი გადაწყვეტს რომ მას ის ბოიკოტის მომხრე და არიან ესეთი ადამიანები ვისაც ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ზოგი აქციაზე დგას ზოგი პირიქით კამპანიას ეწევა რომ არჩევნებზე არ კი ბატონო ჩვენ მაგისთვის ვიბრძვით რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ მაგრამ ნახეთ თქვენი კითხვა ამბობ მიზანი არის უფრო მეტი ამორჩეველი წამოვიყვანოთ და ქართული ოცნების მომხრე ამორჩეველი იმიტომ რომ ქართული ოცნებისთვის ლეგიტიმაციაც არსებობაც ყველაფერი არის მნიშვნელოვანი მხოლოდ საკუთარი ამორჩევლის თვალში სხვა დანარჩენი არ მაინტერესებს კარგი ნახოთ რა ამბობს შეცდომა რატო არ იქნება გეტყვით ეხლა მე ყოველდღიურად დავდივარ ყოველდღიურად ქუჩებში სახლებში ველაპარაკები ადამიანებს ქართული ოცნება არავის არ მოსწონს ქართულ ოცნებას ესე მიმდევარი რომ აი კი ეს ძალიან მოგწონს და გვიყვარს და იმიტომ აძლევთ ხმას ესეთი არავინ არ არის ისინი მხოლოდ იმიტომ აძლევენ ქართულ ოცნებას ხმას რომ აქეთა მხარეს საპირწონედ ყოველთვის იყო რადიკალიზაცია და ქართული ოცნება ამას ძალიან კარგად იყენებდა რასაც ეხლაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი იმიტომ რომ 12 წელია პირველად როცა ნაციონალური მოძრაობა არ გადის არჩევნებზე ამიტომ ქართულ ოცნებას აღარ აქვს იმის
თქმის საშუალება საკუთარ ამომრჩეველთან, რომ აი ეხლა ნაცები მოვლენ, მე თუ არ მომცემ ხმას, ამიტომ ეხლა ის გარადიკალებად ცდილობს სწორედ ქუჩაში და აი ამ მტრის ხატის შექმნას ცდილობს სწორედ ქუჩაში. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიკა ფილფანი იყო ჩვენი სტუმარი, გახარია საქართველოსთვის.